მაშასე მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. მოგესალმებით. მონატრებულები ვართ თქვენთან ურთიერთობას, მაგრამ სიმიტომ ხმარობ, რომ თემა დღევანდელი ძალიან მოულოდნელი თემა, რომელიც სხვადასხვა შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ტრაგიკულიც არის. ძალიან ტრაგიკული. და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, ბევრი უცნობი, ასე ვთქვათ, წიაღისეული ახლავს თან. ლაპარაკი არის იოსებ ბესარიონის ჯუღაშვილზე, რომელსაც მოგეხსენებათ ფსევდონიმი ჰქონდა სტალინი და მის ოჯახზე, მის მეუღლეებზე და მის შვილებზე. დიახ. თავისთავადად შეიძლება ითქვას, რომ ერთი სიტყვით, ეს თუ იტყვი, რას ლაპარაკობ კაცო? მაგენი ცხოვრობდნენ გადასარევად, ამხელა იმპერიის იმპერატორი იყო პრაქტიკულად, ძალაუფლება, უკიდეგანო ყველაფერი და რაზე ლაპარაკობთ? რა არის აქ ესეთი ტრაგიკული, რამაც შეიძლება თქვათ, მართალი გითხრათ, სრემლიც კი მოგვაროს ადამიანს გარკვეულ წიაღწლებში თუ შეყვები ამ თემებს. ლაპარაკი არის იმაზე, რომ თვითონ იოსებ სტალინი მოგეხსენებათ იყო ძალიან ძლიერი და ესეთი შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ბრჭყალებში გულქვა პიროვნებაც კი. სხვანაირად ალბათ გაუჭირდებოდა იმ დიდი იმპერიის აგება სხვა გულქვა ადამიანების ხარჯზე. სხვა გულქვა ადამიანების ხარჯზე და საერთოდ იმ ეპოქის პერიოდში, ხა როცა მე და ლევანი ვემზადებოდით ამ გადაცემისთვის, როცა ეცნობი ამ მასალებს, რაღაცა ძალიან ძიმე პერიოდია. აი ძალიან ძიმე, მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის პრაქტიკულად პირველი ნახევარი განსაკუთრებით პირველი ნახევარი. აი ესეთი, იცი როგორი შეიძლება ითქვას, რომ აი სისხლიანი პერიოდია რა. რამდენი ტრაგედია, რამდენი ტკივილი, რამდენი განცდა ამ ყველაფრის მიღმა მე არ ვიცი. საოცრება იყო მართლაც რომ მადლობა ამ ხანակ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის. იყო ესეთი გამოთქმა. ესეთი გამოთქმა გაჩნდა და პირველად გაიჟღერა ამ ფრაზამ დიდი ტერორის გარიჟრაზე. 1936 წლის 6 ივნის წითელ მოედანზე ჩატარებულ ფიზკულტურათა პარადზე და უმალ პოპულარული გახდა ეს სლოგანი ამ საბჭოთა ხალხებზე მზრუნველი მამის და მისი მუმარად ბედნიერი შვილების ქვეყანაში. ეს ლოზუნგი უმალ აიტაცა საბჭოთა გაზეთებმა, მათ შორის პრავდამ. ამ სიტყვებს წაიკითხავდით სხვა შენობის ფასადებზე, სკოლებში, ბაღებში, ბიბლიოთეკებზე, თქვათ იგივე სტადიონებზე გამოკრულ ბანერებზე. მაშინ ტერმინოლოგიურად სლოგანი არ იხმარებოდა? ხო, ჩვენ დღევანდელი გაგებდი ფრაზას, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტულ ფრაზას ხშირად იყენებდნენ სხვა შორის საბჭოთა პროპაგანდაშიც. ის რომ სტალინს არანაკლებ და შეიძლება მეტად უყვარდა ბავშვები ვიდრე ლენინს, გახდა ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ასე ვთქვათ პროპაგანდისტული მიმართულება იმ დროს სტალინის ზეობის პერიოდში და სხვადასხვა ეს სლოგანი ამშვენებდა ასევე აი ფოტოს, რომელსაც თქვენ ხედავთ, ცნობილ ფოტოს სტალინისა, სადაც მას ჩახუტებული ყავს პატარა ბურიატი გოგონა ლეგელსინა მარკიზოვა. ქვია ამ ფოტოს ბავშვების მეგობარი. აი მეორე ფოტოზე, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ნაკლებად ცნობილ ფოტოზე, ბელადი და მისი მარჯვენა ხელი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, ადამიანი, რომელიც იყო სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, 27-38 წლების რეპრესიების აქტიური მონაწილე და შემდგომში საგარეო საქმეთა მინისტრი და ამაზე ჩვენ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, მოკლედ ისინი აჯილდოებენ პატარა ენგელსინას საჩუქრებით. გავერთ წელიწადი და ენგელსინას მამას დახვედნენ.
თავად ამ გოგონას, 8 წლის გოგონას და დედამისს კი გადაასახლებენ ყაზახეთში. სადაც ერთ წელიწადში ეს გოგონა სულად დაობლდება, რადგან დედამისი თავს მოიწამლოს ან მას მოწამლავენ. პრინციპში ზუსტი დასკვნა, რატომ გარდაიცვალა ეს ქალი, არ არსებობს, არც არავის შეუწუხებია ამაზე თავი. ალბათ საინტერესოა მაინც რა დააშავა ამ ოჯახმა ასეთი, რომ ესეთ გაუწყრა მათ ბელადი. ესე იგი 37 წლის დასაწყისში ბურიატიის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაჩნდა რაღაც დაავადება და 40,000 პირუტყვი დახუცა. რა თქმა უნდა, ჟეჟოვის დაქვემდებარებულმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება და მალევე გახსნეს ეს. 126 კაცი დაიჭირეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით, მათ შორის იყო არდან მარკიზოვი, ენგელსინას მამაც. მოკლედ დაიჭირეს, გაასამართლეს და 2 წერილი მიწერა პატარა ენგელსინამ უფროს მეგობარ ბელადს. ორივე ამ წერილს თან დაურთო მათი საერთო ფოტო, რომ რაღაცა თავი შეეხსენებინა. ბელადისთვის და ამ წერილებში ერთი წერილი მან დაწერა ჯერ დედის კარნახით, მერე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ ორივე წერილში ცდილობდა დაერწმუნებინა ბელადი, რომ მისი ოჯახი არაფერში იყო დამნაშავე. მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთ ამ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, მერე იხსენებდა ენგელსინა. მეო სათუთად ვინახავდი ამ ფოტოს. ჯერ ყაზახეთში, მერე უკვე მოსკოვში, NKVD-ს დაქვემდებარებულ სამშობლოს მოღალატეთა შვილების სპეც დაწესებულება. ეს მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუხდა ეს სლოგანი მადლობა სტალინს, ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის. ესე გაუბედნიერა ბავშვობა სტალინმა ერთ-ერთ პატარა გოგონას, ბურიატ გოგონას, მაგრამ რატომ მარტო მას? 36-დან 38 წლამდე ეგრეთ წოდებულ ჟეჟოვშინას 1,200,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მილიონობით ადამიანი გადაასახლეს, მათმა ნაწილმა კი გაიზიარა ენგელსინას დედის ბედი. აი, რამდენი ბავშვი იყო ამ რეპრესირებულთა შორის, ან რამდენი დაიხოცა. ეს პრინციპში ალბათ არც არავის დაუთვლია, ძვირფასო ტელემაყურებლებო და არც შეშლილ სამყაროს არ აქვს ამაზე ინფორმაცია. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რომ სადაც ხვების შვილები ასე გააბედნიერაო, საკუთარს როგორ გააბედნიერებდაო, ბელადი, ხო? ძალიან კარგადაც წარმოგვიდგენია ეს და ძალიან კარგადაც ვიცით. მოდით უბრალოდ ერთად გავიხსენოთ ახლა ეს ამბავი. მაშასე მამები და შვილები, თავი პირველი, იაკობი. ნუ მოგეხსენებათ, მას ბიბლიური სახელი შეერქვა. ის გაჩნდა ჩემო ბატონო ფანტასტიკური რაღაცა ისტორია თავისთავადად, როცა იოსებმა, ახალგაზრდა იოსებმა გაიცნო სვანიძეების ოჯახში ახალგაზრდა ქალბატონი ეკატერინე, ანუ კატო, როგორც იყო ცნობილი, რომელთანაც ამ სვანიძეებთან ახლობლობდა, ისედაც ალიოშა სვანიძე კატოს ძმა იყო მისი ამხანაგიც, თანამებრძოლი და სოციალ-დემოკრატიის აი ამ დასაწყის პერიოდში ჩართული ძალიან აქტიურად, თუმცა ლევანს ვეუბნეოდი, რომ აქ ამოვიკითხეთ, რომ ბერიას პირადი დავალებით დახვრიტეს საცოდავი ალიოშაც, ლევანმა მაშინ მიპასუხა, რომ რასაკვირველია იოსების გარეშე ვერ მოხდებოდა. მით უფრო ლაპარაკია 42 წელზე, 1940, როცა გაგანია, ასე ვთქვათ, ძალაუფლება მეორე მსოფლიო ომი არის. მეორე მსოფლიო ომი არის. რაც შეეხება იაკობს. ეხლა სტალინი იმ პერიოდში, როცა იქორწინეს, მე ხშირად უწევდა ბაქოში ჩასვლა წმინდა წყლის პარტიული დავალებების შესასრულებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, იქ ბაქო იყო მაინც რაღაცნაირად, ბრჭყალებში რო ვთქვათ, ფულიანი მხარე, სადაც მომავალ ბოლშევიკებს ჭირდებოდათ გარკვეული ძალაუფლების გამყარება. ხშირად უწევდა ჩასვლა,
და გაუგრძელდა იყოფნა და ერთ-ერთი შეკავშირების დროს სტალინმა შესთავაზა რომ მოდიო რა აქ ჩამოდიო ბავშვიც წამოიყვან იმიტომ რომ ჯერო ვერ ვახერხებო იმდენი საქმე დაგროვდა ამ ბაქოშიო რომ ესე უცებო მომწყდა წავიდა კატოც წაიყვანა პატარა იაკობი და იყო იქ ერთხანს თუმცა ერთ-ერთ რაღაცა უცნაურ პერიოდში ხა ამ საბუთებშიც ამ ძვირფასო ტელემაყურებელო გასაგებია რომ ყველაფერი არ წერია დეტალურად ხო ვინ რა როგორ თორე მოვიდა ერთ-ერთი სტალინის დამქაში თქვათ ესე რომელმაც უთხრა რომ ჯერო დიდხანს ვერ გამოჩნდება კიდეო იოსებიო იმდენი საქმე და ხო არ ჯობიაო რომ წახვიდეო თბილისისკენო რამე თუ მაინც მშობლიურ მხარეში ვიდრე ხამ ყოფნა ბაქოში ცოტა რთულია დაუჯერა კატომაც წაიყვანა იაკობი და მოხდა ესეთი რამ ყოველ შემთხვევაში აქ ასე წერია რომ მატარებელში გამცილებელმა დამდგარი წყალი იყო რაღაცნაირად იქა და მოწყურდა ბუნებრივად ადამიანს მიაწოდა ეს დაალევინა და აღმოჩნდა რომ ამ ჭურჭელში იყო მუცლის ტიპის რეალურად ვირუსი ჩაბუდებული ახალგაზრდა ქალბატონი სულ ახალგაზრდა 20-22 საწარიყო რა გარდაიცვალა მუცლის ტიპისგან დარჩა ეს ბავშვი რომელიც კი გავიგერო იქ დეიდამ უპატრონა დედა ქალები სამი დაყავდა და ამიტომ თქვათ ეს მომენტი შესაძლოა შეხიდება ყოფილიყო ნორმალური მაგრამ პირველ რიგში თვითონ ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს ხო ქალი შენი დედა რომელიც არის სურა და უცებ ქრება და ცნობილი ფოტოა ფოტოშორის სადაც დაგძალვა გადაღებული ამ ახლობლების და მარჯვენა კუთხეში კადრიც დგას იოსებ სტალინი. ხედავთ ამას. ძალიან დამწუხრებული სახით. და დაგძალეს კატო, როგორც ცნობილია კუკიის სასაფლაოზე თბილისში. და მოხდა ასეთი რამ გამწარებული რაღაცნაირად სტალინი ჩახდა. მეორე ვერსია, რომელიც ასევე გადავაწყდით ამას, ეს არის რომ ჩაუცურდა ფეხი და ჩავარდა საფლავში. რო ამობობდა უკან, უცებ ვიღაცა უცნობი მამაკაცი გაჩნდა, ყურში მივიდა და სტალინს ჩასჩურჩულა რაღაცა, სტალინი მოწყდა ამ ადგილს, გადაახდა კუკიის სასაფლაოს აი ამ თვითონ ამ ადგილის ღობეს და გაუჩინა. ძალიან ზუსტად თქვით, რომ მის ფსიქიკაზე, ამ ბავშვის ფსიქიკაზე ნამდვილად იმოქმედებდა მთელი ის პერიპეტიები, რაც მოხდა მის გარშემო, ხო? 8 თვის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მერე ბიძა კატოს ძმა მამამ დაუხრიტა. და ალბათ დამნაშავე იყო ეს კაცი, თორე აბა ისე უდანაშაულო კაც ვიხვრეტდა მაშინ. სხვადასხვა საინტერესო დეტალია ალიოშა სვანიძეს, აი ბიძამის შეეძლო თავისუფლად მოხვედრა სტალინთან. რა თქმა უნდა, ძალიან თავისუფლად შეეძლო რომ მოხვედრილიყო სტალინთან, მაგრამ მოხდა მსჯავრდებული სკამზე. კი, სამწუხაროდ. სამწუხაროდ და მოკლედ რაში იყო დამნაშავე, ან იყო თუ არა დამნაშავე, ამას როგორ გავიგებთ, მაგრამ ну ფაქტია რომ ძალიან ჯიუტი კაცი ყოფილა ალიოშა სვანიძე, როგორც ხუშოვი ყვებოდა, მერე უკვე რა თქმა უნდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაკითხვაზე მისთვის შეუთავაზებიათ ალიოშასთვის, რომ თუ აღიარებ დანაშაულსო და პატიებას ითხოვო, აღარ დახვდებით. და მოკლედ როგორ არ თხოვეს ალიოშას, რომ ეგებო რაღაცნაირად აღიარო ეს დანაშაული და პატიება ითხოვო, მაგრამ არ გატყდა ეს კაცი და უთქვამს თურმე რომ რა უნდა ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია. ამ პატიება ვისთვის უნდა ვითხოვო და მერე სტალინს მისი დახვრეტის შემდეგ უთქვამს თურმე უყურე როგორი ამაყი კაცი ყოფილა ალიოშა, რომ პატიების თხოვნასო სიკვდილი ამჯობინა.
ლაპარაკი არის ცოლის ძმაზე. ცოლის ძმაზეა, ალიოშა სვანიძეზეა საუბარი სწორად. როგორც ჩანს, იაკობიც ბიძის მსგავსად ძალიან ჯიუტი ადამიანი ყოფილა და ამაზე მოწმობს უკვე ომის დასრულების შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი ერთი გერმანელი სამხედროს დაკითხვის ოქმი, საიდანაც პატარა ნაწყვეტს წავიკითხავთ, ეს არის კონრად ჰარფინგი, ადამიანი, ვისაც აბრალებდნენ სხვა შორის იაკობის კვლევას. 1953 წლის 14 აპრილს მე მორიგეობდი. ხამის გუშაგი იყო ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მოხდა ბოლოში იაკობი. შეიცვალა 2 საათისთვის ყველა ბარაკებში შევიყვანეთ. ყველა იაკობ ჯუღაშვილის გარდა, რომელიც შენობის შესასვლელთან გაწვა და გამოაცხადა. სანამ კომენტარს არ დაველაპარაკები, არსად არ შევალა. როცა მისი დამშვიდება ვცადე და დაუპირდი, რომ კომენტარს დაუკავშირდებოდი, მიყვირა მესროლეო. რა თქმა უნდა, არ ვესროლე. ეს რომ დაინახა ძალიან გამიბრაზდა. გერმანელები მშიშრები ხართ. რუსები ეგრევე მესროდნენ. მე ორივე ხელით ჩაეჭიდა მავთულს, რომელშიც მაღალი ძაბვა გადიოდა. მე იძულებული გავხდი მესროლა. მანძილი ჩვენ შორის 6-7 მეტრი იქნებოდა, ტყვია თავში მოხვდა, მავთულს დაეცა და თავით ქვემოთ გადმოეკიდაო. კიდე ერთი გერმანელის იუნკერ ოფიცერის დაკითხვიდან პატარა ნაწყვეტს ვიტყვი. ეს არ იყო გაქცევის მცდელობა, სასოწარკვეთილი და გონება არეული ადამიანის საქციელს უფრო ჰგავდაო. დედის გარდაცვალების შემდეგ ეს ვთქვით, მას დიდენ რეიდები, ჩაგვრული ხალხის ქომაგად ქცეულ ბელადს აღარ ეცალა საკუთარი შვილისთვის. უფრო სერიოზული საქმეები ჰქონდა, რა თქმა უნდა, და პრინციპში ამბობენ, რომ ერთმანეთი მათ გაიცნეს მას შემდეგ, რაც უკვე რევოლუცია მომხდარია, არის უკვე 21 წელი, როცა უკვე იოსებს, ასევე ბიბლიური სახელით ცნობილ პიროვნებას ყავს უკვე მეორე ოჯახი, ნაჯეჟდა ალილუევა მისი მეუღლე და როგორც წერს სვეტლანა ალილუევა, კიდე ერთი შვილი, ნაბოლარაშვილი, სტალინის თავის სკანდალურ წიგნში 20 წერილი მეგობარს, რომელიც ამერიკაში დაიბეჭდა, ესე იგიო, მამაო, იაკობსო, მამინაცვალიობით ექცეოდა. ხოლო დედაჩემიო ნაჯეჟდაო, ანუ რომელიც დედინაცვალი გამოდიოდა იაკობისთვის, ისო როგორც დედაო. მეტიცო იოსების შულსო სახელს არც ეძახდაო. იაშათ მოიხსენიებდა და ან გლისლებს ეძახოდაო, ანუ ვალჩონაკს ეძახოდა რუსულად რომ თქვა. არადაო, ჩემი ძმაო იაკობი სულ ცდილობდა რაღაცა შთამბეჭდება მოეხდინა მამაზე. კარგად სწავლობდაო, იქ ჭადრაკის ტურნირებში იმარჯვებდაო, მაგრამ ბელადი ვერ ამჩნევდა თურმე შვილის წარმატებებს, ან შეიძლება არ იმჩნევდა. და ამჩნევდა კიდე. მე მაგალითად ეჭვი მაგრო არ იმჩნევდა. ალბათ არ იმჩნევდა, ხო. მან და არის კიდე ერთი უცნაური მომენტი. იმის გასამყარებლად, რასაც შენ ამბობდა, თქვათ იმ კონტექსტის. შტემენკოს წიგნი იყო თავის დროზე, ჩემს ხმალწულ კაცობაში, ასე ვთქვათ, რომელშიც ეწერა, რომ როცა შეიტყო სტალინმა დატყვევების შესახებ, ჩუმად უთქვამს ისე, რომ გაიგო იქ ერთადერთმა მისი და ესეთი რაღაცა ცრემლნარევი ოდნავი ხმით, რომ გაამწარებენო. გაამწარებენ ეს ჭინკებიო. ეს იმ მომენტში იყო აბსოლუტურად გულახდილი. ალბათ, ხა. როგორი ფოლადის ადამიანის არ უნდა ყოფილიყო, მას ალბათ გარკვეული სენტიმეტრები ჰქონდა. 18 წლის იყო პირველი ცოლი რომ მოიყვანა იაკობმა და ბელადი იყო საშინელი წინააღმდეგი ამ ქვეყნების, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ზოია იყო მღვდლის ქალიშვილი. კი. ამიტომაც შეყვარებულებს სტალინის ჩუმად დაუწერიათ ჯვარი. ხოლო იმ პერიოდში სტალინის ჩუმად თუ რამე გეცდებოდა ქვეყანაში ეს ძალიან სახიფათო ამბავი იყო. დეტალია, რომელიც მე არ ვიცოდი, შეიძლება შენ იცოდი. აი ამ ფონზე იაკობმა თავის მოკლაცადა.
კი, გულში დაიხალა ტყვია, მაგრამ გადარჩა. აცდა გულს. და ამის მერე თურმე კიდე უფრო გადაემტერა ბელადი და შემთხვევას არ უშვებდაო ხელიდან, ამას სვეტლანა წერს სალიგოევა ასევე, რომ არ დაეცინაო მისთვის, რომ შენ რაღაცი გამოდექი, თავიც კი ვერ მოიკარგეო, ხო. იქამდე მივიდა, მოკლედ საქმე, რომ ერთ დღესაც საერთოდ სახლიდან გააარდო შვილი და ამაზე მოწმობს ესეთი წერილი არქივიდან, რომელსაც წერს თავის ცოლს. ნაჯეჟდა იაშას გადაეცი, რომ ხულიგანივით და შანტაჟისტივით მოიქცა. არაფერი მაქვს მასთან საერთო. უთხარი, რომ სადაც უნდა და ვისთანაც უნდა იმასთან იცხოვროს. მოკლედ ნაჯეჟდამ გაამწესა თავისი გერი, ლენინგრადში გაუშვა საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად, მშობლების სახლში გაუშვა ნაჯეჟდამ. დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს იაკობი, იქ ელექტრომონტიორად მოეწყო სამუშაოზე, ასე შემდეგ და მერე ცოლს დაშორდა, რადგან მათი საერთო ქალიშვილი სულ პატარა ეს ელენე პნევმონიას გადაყვა და ამ ტკივილით მათ ერთად ვეღარ იცხოვრეს სხვათა შორის და დაშორდა და ჩამოვიდა უკან მოსკოვში, სადაც მოეწყო ინჟინერად მამამისის სახელობის ქარხანაში. მამასთანაც რაღაცნაირად დაალაგა უკვე ურთიერთობა და მაშინ მამამ გაადო თავისი სურვილი, რომ მეო მინდა რომ ჩემი ორივე შვილი იყოს სამხედრო. სამხედრო აკადემია მან დაამთავრა 1951 წლის 9 მაისს. და 22 ივნისს უკვე მამასა და შვილს შორის ძალიან ხანმოკლე საუბარი შემდგარა სტალინს დაურეკია შვილისთვის, იაკობისთვის, ვასილისთან იყო აგარაკზე და უთქვამს, რომ წადიდა იბრძოლება და დაუკიდია ყურმელი. ცოტა ხანში, ანუ 3 დღეში, 25-ში შედგა სხდომა, სადაც სტალინისთვის ერთ-ერთ გენერალს ტიმოშენკოს ისე ჩაუწვეთებიო, რომ ხო არ ჯობსო, რომ იაკობიო ზურგში დავტოვოთ. და სტალინს უპასუხია თურმე ძალიან გაბრაზებულს, რომ ჯობსო, რომ ესეთიო, კითხვები აღარ დამისვა. და იაკობი აღმოჩნდა წინა ხაზზე. ბელორუსის ფრონტზე აღმოჩნდა ვიტებსკთან, სადაც თავი გამოიჩინა მალევე, წარადგინეს ის ჯილდოზე, მაგრამ ამ ჯილდოს მიღება ვერ მოასწრო, იმიტომ რომ მისი პოლკი ალყაში მოექცა გერმანელების და მერე უცებ გაუჩინარდა, მოკლედ ბელადის ვაჟი გაუჩინარდა და როგორც მერე უკვე გასაჯაროებული ინფორმაცია ჩვენი საუკუნეში უკვე რუსეთის კონდაზვერის თავარმა სამმართველომ გაასაჯაროა გარკვეული დოკუმენტები და იქ ვკითხულობთ, რომ თვით ჟუკოვის, ასე ვთქვათ, მითითებით, ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ მოკლედ ბელადის ვაჟს და ვერ მიაგნეს მას, მაგრამ მიაგნეს წითელარმიელ ლოპურიძეს, რომელსაც უთქვამს, რომ ცოცხალი იყო, როდესაც მე მოკლედ შევძელი და გავარღვიე ეს ალყა, ცოცხალი იყო. მალევე გაარკვია საბჭოთა სპეცსამსახურებმა, რომ ზაქსენჰაუზენის ბანაკში აღმოჩნდა იაკობი. ну, რა თქმა უნდა, დაკითხეს არაერთხელ იაკობი და გერმანული, ლეგენდის მიხედვით, მას კარგად ექცეოდნენ. ეს ფსიქოლოგიური წნეხი არ იყო მასზე განხორციელებული და თვითონაცო თითქოს და ძალიან გულახდილი იყო ამ შეკითხვებზე პასუხისას. თუმცა არის მეორე ვერსიას, რა თქმა უნდა, რომ იმას აწამებდნენ იქ. და იმდენად სასტიკად აწამებდნენ, რომ რამოდენიმეჯერო მან სცადა ვენების გადახსნა, მაგრამ გადაარჩინესო. ну, რომელი იყო ამ ორი სიმართლიდან სიმართლე, ეს ზუსტად თავად ამას ვერავინ იტყვის, თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვეტოთ ზუსტად ჩვენო მაყურებელო, მაგრამ მე ხა წაგიკითხოთ პატარა ეპიზოდს მისი დაკითხვის ოქმიდან, რომელიც რა თქმა უნდა გერმანელების მიერ იყო შედგენილი. ებაბიბოძე და გავიგო თქვენი სახელი. იაკობი. გვარი. ჯუღაშვილი. სტალინი თქვენი ნათესავია? მამა ჩემია. ტყვეთ ჩამბარდით თუ დაგატყვევეს? დამატყვევეს. როგორ გექცეოდნენ ჩვენი ჯარისკაცები? ჩექმები გამხადეს. მთლიანობაში ნორმალურად მექცეოდნენ. აი ამ დოკუმენტის მიხედვით კითხვებზე, რომელიც ეხება წითელ არმიას, ის საკმაოდ კრიტიკულია, მოკლედ ამ კუთხით და პასუხობს ასე, რომ წითელი არმია არ არის მზად ამ ომისთვის, რომ მისი ხელმძღვანელობა იდიოტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ არ უფრთხილდება ჯარისკაცების
სიცოცხლეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სხვა შორის საინტერესო რა არის. მის ხმას თურმე წერდნენ ამ დაკითხვებზე და მე გადამონტაჟებულ ამ მის დაკითხვის ასე თქვა პატარა ნაწყვეტებს ასმაინებდნენ საბჭოთა ტყვეებს, სხვა ტყვეებს, ნუ აგიტაციისთვის და გადმობირებისთვის. რა თქმა უნდა, საქმეში იყო გებელსიც ჩართული, გაზეთებში იბეჭდებოდა ეს გამონარიდები მისი სხვა გამონათქვამები, პროპაგანდისტული, რა თქმა უნდა, ეს ლისტოვკები, ეგრეთ წოდებული ლისტოვკები რიგდებოდა იქ წითელ არმიელებს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეთი ფრაზა ჟღერდა თუმცა ხშირად გერმანულ რადიოში წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ აქვს, აცხადებს სტალინის ვაჟიო. ესე ამბობდნენ, მაგრამ საინტერესო რა არის, თვითონ გერმანელების ამ დაკითხვის ოლქში აი როგორ პასუხობს სტალინი ამ კითხვას რა, გავს კითხვებს. აქედან გამომდინარე, უსვამენ კითხვას. თქვენი აზრით, რამდენად შესწევს ძალა წითელ არმიას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენ სამხედრო ძალებს? და პასუხობს: დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგობის გაწევას დიდხანს შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. რა გითხრათ მამა 22 იუნის დამშვიდობებისას? წადით და იბრძოლეთ. ხომ არ გნებავთ თქვენს მეუღლეს შევატყობინოთ თქვენი ტყვეობის შესახებ? ჩემთვის სულ ერთია. პასუხობს იაკობი. ხომ არ გონიათ, რომ ამ ინფორმაციამ შეიძლება დააზარალოს თქვენი ოჯახი? მწვენია. მამა ჩემის მწვენია, ცოცხალი რომ ჩაგმართით. პასუხობს იაკობი. თქვენი მეუღლის აქვს მწვენიათ? მისთვის სულ ერთია. გაიქცევა თქვენი მეუღლე მოსკოვიდან წითელ მთავრობასთან ერთად. ეკითხებიან. გაიყოლებს თან თქვენ მამა თქვენიო, მასო გაიყოლებსო? და პასუხობს: ალბათ, ან შეიძლება არც. საქმე ისაა, ძვირფასო ტელემაყურებელო, რომ იაკობის მესამე მეუღლე იყო ებრაელი. მელცერი. მელცერი, დიახ, იულია მელცერი, ბალერინა იყო და იაკობმა გაიცნო რესტორანში, სადაც თამამიცეკვებით მოკლედ ირჩენდა თავს ეს ქალბატონი და როგორც ჩანს სტაბილიზება დატოვა იაკობზე ამ ქალმა და მოუნდა მისი გაცნობა ახლოს, მაგრამ იქ სამი ესეთი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა მას. პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ იულია იყო გათხოვილი იმ დროს. მეორე იყო ის, რომ ის გათხოვილი იყო შინსახკომის ხელმძღვანელის თანაშემწეზე, მოადგილეზე უпростоრეთ, ვინმე ბესარაბზე, ნიკოლაი ბესარაბზე და მესამე სიურპრიზი, უსიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ რესტორანში იყო იმ დროს ეს ბესარაბი და მოკლედ იაკობი არ იცნობდა ბესარაბს. მაგრამ კონფლიქტი მაინც არ იცნობდა ბესარაბს, მაგრამ ბესარაბმა ვერ იცნო იაკობი და მოკლედ მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ბედად იცნეს იაკობი სხვა მეგობრებმა, ასე ვთქვათ, თანხლებმა პირებმა ნიკოლაის და რა თქმა უნდა გააშველეს ეს მოჩხუბრები. ძალიან მალე იულია გადავიდა საცხოვრებლად იაკობთან და ასევე ძალიან მალე მე ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ სტალინის ეს მესამე მეუღლეც არ მოწონდა, რა თქმა უნდა. თავისი შვილის არ მოწონდა და როგორც ისე უნდა დავესესხოთ სვეტლანა ალიგოევას თავის ტექსტში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ეს არასოდეს უღიარებიაო, მამას სძულდა ებრაელები. როცა ფრონტიდან იაკობის წერილები შეწყდა იულიას თხოვნით, ანუ მეუღლის თხოვნითო, მამას დაურეკე. წერს სვეტლანა. ვკითხე, ხომ არ იცოდა რამე ჩემი უფროსი ძმის შესახებ. პაუზის შემდეგ დინჯად და დამარცვლით მიპასუხა. იაშა ტყვედ ჩავარდა. მერე კი დაამატა. არაფერი წამოხსდეს მის ცოლთან. მგონია, რომ ამ შემთხვევაში მამას რაიმე ჰუმანური გზნობები არ ამოძრავებდა იულიას მიმართ. დიდი ალბათობით ის ეჭვობდა, რომ იაშა ვიღაცამ გასცა, მას უღალატეს. და ეს ვიღაც, ეს მოღალატე შეიძლება ნებისმიერი ყოფილიყო, მათ შორის იულიაც. სხვათა შორის 51 წელს დააპატიმრებენ იულიას და 53 წლის გაზაფხულამდე, ანუ ფაქტობრივად იაკობის სიკვდილამდე ის ციხეში ზის. კი. და მერე გაათავისუფლებენ უკვე. და კვლავ აგრძელებს, მოკლედ სვეტლანა ალიგოევა 42 წლის დასაწყისში უკვე სტალინგრადის ამბების შემდეგ მამამ მითხრა გერმანელები მთავაზობენ გაცვლას იაშასი ვინმე თავისიანზე მე მათთან ვაჭრობას არ ვაპირებ ომია როდესაც ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის შოტლანდიელმა კორესპონდენტმა მას კითხა მართალია თუ არა რომ იაკობი გერმანელებმა დაატყვევესო უპასუხა რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ
იაშა მან გაწირა, წერს სვეტლანა. მოექცა ისე, როგორც ექცეოდა ხოლმე უახლოეს ადამიანებს. უარი თქვა მასზე, საერთოდ დაივიწყა, რომ ის არსებობდა. ვახსენებ ჩვენ საუკუნეში უკვე გაჟღერდა გარკვეული ინფორმაციები გამოიტანეს, გამოაშკარავდა კონდაზვერვის ამ საქმესთან დაკავშირებით და აქ ამ მასალებთან გაცნობის შედეგად ჩვენ ვიგებთ, რომ არც ესე იყო თლათ არხეინად საქმე და სტალინი ესე ადვილად არ თქვა შვილზე უარი, ესე იგი რამოდენიმე სპეცოპერაცია დაიგეგმა იაკობის გათავისუფლების იმ პერიოდში. მათ შორის ერთი ესპანელი კომუნისტი პარტიზანების მეშვეობით უნდათ მისი გათავისუფლება და ყველა ეს ცდილობა დამთავრდა სრული კრახით და რაც თავარია განადგურებით ამ ჯგუფების რა. მაშინ ჩდება კითხვა, საერთოდ რა მოხდა იქ? ხო, ეს კითხვა პასუხგაუცემელია პრინციპში. იაკობმა თავი მოიკლა თუ ის მოკლეს? თუ თავი მოიკლა, რატომ მოიქცა ასე, ხო? მაგრამ შენ რაც ბძანე ცოტა ხნის წინ გერმანელის ვერსია. არა, რაც თქვი მეორე ვერსია, მე რაც ადრე მქონდა ამოკითხული იყო, რომ ის გაიქცა ამ ღობისკენ და ეს ამიტომ ეს ხო. აი ეს ორი ვერსია იყო ძირითადად, ხო? აქ საინტერესო რა არის კიდე, რომ თქვით ეს, რომ ძალიან კარგად გამოიყენა გერმანულმა პროპაგანდამ იაკობის, ასე ვთქვათ, კეისი რა, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, არსად არ არის არც ერთ გერმანულ დოკუმენტში და არც საბჭოთა, რომ მოხდა მისი გადაბირება. ხო. ესეთი რაღაცა არსად არ წერია და შესაბამისად თუ არის ესეთი ლეგენდა, რომ ჰაინრიხ ჰიმლერს უკავშირდება, რომ როდესაც დაინახესო მესამე რაიხის ღმერთებმა, რომ ვერც ცულიანამ გაცდა, ვერც გადაიბირეს, ჩაერთო სათადარიგო გეგმაო და ეს გეგმა რაში მდგომარეობდა? ესე იგი, იაკობთან ერთად ზაქსენჰაუზენის ბანაკში ისხდნენ მოლოტოვის ნათესავი, ვინმე კოკორინი, მე აღმოჩნდა რომ თვითმარხვია ყოფილა. იყო ჩერჩილის ნათესავი, თომას კუჩინი და გადაწყვიტეს ამათმა, რომ რაღაცნაირად ამათ შორის კონფლიქტი გააჩინონ რა. და დაავალეს ბრიტანელებს, რომელიც უმრავლესობა იყო ამ ბანაკში, დაელაგებინათ იაკობის და ამ კოკორინის, მოლოტოვის ნათესავის ოთახი და ტუალეტი. იმედოვნებდნენ ისინი, რომ ეს გამოიწვევდა კონფლიქტს და ესენი სულ ორნი იყვნენ, ეგრეთ წოდებული რუსები, ჯუღაშვილი და კოკორინი და ეს ინგლისელები ბევრნი იყვნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაიჩაგრებოდნენ ესენი და ამ ჯგუფში რომელიმე უნდა მომკვდარიყო, ან მოლოტოვი ნათესავი, ან თვითონ ან კოკორინი, ან ჯუღაშვილი. თუ ესენი ვერ მოკლავდნენ ინგლისელები, გერმანელები დაეხმარებოდნენ და მერე გაჟღერდებოდა ეს, რომ აი ჩერჩილის ნათესავმა მოკლა ბელადის ესეც გამოყენებული იქნება. რა თქმა უნდა, მათი მოკლედ დაპირისპირება უნდათ მოკავშირეების. მაგრამ როგორც კოკორინი იხსენებს, რომელიც გადაურჩა ბანაკს სხვათა შორის, ესე იგი, იაკობმა შეძლო დარეგულირება ამ ამბისა. და ამ კუჩინთან, თომას კუჩინთან მოკლედ გაარკვია ურთიერთობები და აღარ ვიჩხუბეთო რა. რამდენადაც აი ძალიან უცნაურია, აღარ ვიჩხუბეთო რა. ინტერესო ფაქტია. ხო, საოცარი ფაქტია და აი აქედან გამომდინარე, მინდა რომ ეხლა წავიკითხო პატარა მოგონება უკვე კუჩინის. კონფლიქტი ჩვენსა და იაკობს შორის მის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მოხდა. მეორე დილით სასადილო ოთახში გადავეყარე. ზედმეტად ფერმფრთალი მომეჩვენა. ერთ-ერთ კედელს მისჯერებოდა. კედელს, რომელზეც რადიო მიმღები ეკიდა. მისამებაზე არ მიპასუხა. გაუპარსავი და დაუბანელი იყო. არც საჭმელი უჭამია. როცა კოკორინს ვკითხე იაკობის უხასიათოდ ყოფნის მიზეზი, მიპასუხა, რომ დილით სტალინის შვილმა ბერლინის რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოკრა ყური, რომლის მიხედვითაც საბჭოეთის ლიდერი მამამისი აცხადებდა, რომ ჰიტლერს არც ერთი საბჭოთა ტყვე არ ყავს. ყველა მისი ტყვე სამშობლოს მოღალატეა, რომლებსაც ომის დასრულების შემდეგ გაუსწორდებით. ამავე განცხადებაში ნათქვამი ყოფილა, რომ სტალინმა უარყო ინფორმაცია თითქოს და მისი ვაჟი ტყვეობაში იყო. მეტიც, თითქოს და მას უთქვამს, რომ მას არ წყავდა შვილი, სახელად იაკობი. ბარაკში ვიყავი, როცა გასროლის ხმა გავიგე. გარეთ გამოვარდი და დავინახე მავთულზე გადაკიდებული ადგილ-ადგილ დამწვარი მისი სხეული. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ გონია, რომ ის მაღალმა ძაბვამ მოკლა,
და არა ბადრაგის ტყვია. ესე თulis ეს ჩერჩილის ნათესავი და ასეც გაჟღერდა მაშინ გერმანულ ასე ვთქვათ პრესაში რომ იაკობმა თითქოს და თავი მოიკლა და ყველაზე უცნაური მანდ რა არის რომ როგორც კი ექსპერტიზი დასკვნა დაიდო კრემაცია მოხდა მისი გვამის ანუ ყველანაირი ყვალი წაიშალა იმის რომ თქვათ მერე გადაგელილი იყო და მერე ეს თვითონ ეს ფერფლის გაქრა ბერლინში გაგზავნის შემდეგ ეს ფერფლიც გაქრა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ესეთი ინიციატივა რომ გმირის ორდენით დაეჯილდოვებინათ იაკობი, მაგრამ რატომღაც ბელადი წავიდა ამის წინააღმდეგ. მერე 48-ში, 49-ში თქვენმა კოლეგამ დიდმა მიხეილ ჯაურელმა გადაწყვიტა თავის ფილმში ბერლინის დაცემა. იაკობი ექცია ესეთ პერსონაჟად, სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირად და აქაც სხვათა შორის რატომღაც ბელადმა არ დაანდება მას ამის გაკეთება. აი რატო იქცეოდა ბელადი ესე ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავიგეთ ერთადერთი რაც შეგვიძლია თქვა ამ შემთხვევაში გავაკეთოთ რომ ნელ-ნელა გადავიდეთ მის მეორე შვილის ისტორიაზე რა და სხვაში სანამ გადავალთ ამაზე ძალიან საინტერესო დეტალი იყო აქ რაც მე არ ვიცოდი რომ აი მეორე მეუღლე ოლგა გოლიშევა როცა გაიცნო მამაში თქვა ნადეჟდა ალილუევას როლი დიდია ხო მისი დედინაცვლის მაგრამ საინტერესო ის იყო რომ გაცნობისთანავე ამ ოლგამ დაიპყრო იაკობის გული ესე ითვლება გაცნობისთანავე რომელთან გასაცნობადაც ქართველ კომუნის მამია ორახელაშვილს დიახ თურმე და მის მეუღლეს მარია პლატონოვას ქალიშვილი ქეთუსე ყავდათ შეყვანილი რომ ქეთუსე ორახელაშვილი თუმცა იაკობმა ქეთუსიას მიმართ ინტერესი არ გამოამჟღავნა და მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ოლგაზე დაქორწინება აი რა უცნაური ამბავია და შეეძლო ამას საერთოდ შეეცვალა ქეთუსე ორახელაშვილის ბედი სანაირად რომ წარმართულიყო ეს საერთოდ ყველაფერი და მათ შორის მიხელაძის ბედი ცხოთა შორის კი აი ასეთი უცნაურია ძვირფასო აბრეშე ახლა ვნახოთ ის ახლა სიუჟეტი ლევანი გთავაზობს 64 წლის წინ 1962 წლის 19 მარტს ყაზანის გარეუბანში ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკის ტიპის ბინაში გარდაიცვალა ვასილ სტალინი. ის იყო ომის ვეტერანი, საჰაერო ძალების გენერალი და ოდესღაც ყოვლის შემძლე საბჭოთა ლიდერის ხალხის მამის იოსებ სტალინის ვაჟი. მისი კარიერა თავბრუდამხვევი ტემპით მიიწევდა წინ. ნებისმიერი წარმატებული და გავლენიანი ადამიანის მსგავსად მას არა მხოლოდ ბევრი მეგობარი, არამედ უამრავი მტერიც ჰყავდა. 20 წლის ასაკში ვასილმა პოლკოვნიკის წოდება მიიღო, 24 წლის ასაკში გენერლის, ხოლო 26 წლის ასაკში მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებს მეთაურობდა. საბჭოთა ოლიმპოდან მისი მიწაზე დანარცხებაც არანაკლებ თავბრუდამხვევი იყო. მებრძოლი მფრინავის ცხოვრება თავდაყირა 1953 წლის 5 მარტს, მამის გარდაცვალების დღეს დადგა. 26 მარტს საბჭოთა კავშირის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ბულგანინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სტალინ უმცროსის რეზერვიდან გათავისუფლების შესახებ, თანაც სამხედრო ფორმის ტარების უფლების გარეშე. 28 აპრილს ხალხის მამის ვაჟი დააკავეს. საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით ვასილ სტალინს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვასილის წინააღმდეგ ანგარიშწორებამ საბჭოთა სპორტზეც იმოქმედა. რეპრესიების ტალღამ ლიდერის შვილის საყვარელ გუნდებსაც გადაუარა. არსებობა შეწყვიტა საჰაერო ძალების, ფეხბურთისა და ჰოკეის ნაკრებებმა, რომლებშიც სახელგანთქმული სპორტსმენები თამაშობდნენ. იგივე ბედი ეწია საცხენოსნო, ცურვის, ტანვარჯიშის, ველოსპორტისა და კალათბურთის გუნდებს. ვასილ სტალინი ანგელოზი არ იყო, თუმცა ბევრი მფრინავი და სპორტსმენი მისი მადლიერი გახლდათ. თავისიანების მოვლა უყვარდა და არასდროს ტოვებდა მათ გასაჭირში მარტო.
ცნობილი ფეხბურთელი ნიკოლაი სტაროსტინი ლავრენტი ბერიასგან იხსნა და როგორც ამბობდნენ, გარკვეული დროით საკუთარ ბინაშიც კი დამალა, თავად კი ბალიშის ქვეშ პისტოლეტით ეძინა. ლეგენდარული მეკარე ანატოლი აკიმოვი, რომელიც ტუბერკულოზით დაავადდა, კარგ საავადმყოფოში მოათავსა და თან გადაჰყვა. ძალიან მწუხვარ, რომ მასზე ამდენი ცუდი რამ დაიწერა. ის კარგი ადამიანი იყო, ძალიან კეთილი და სპორტსმენებს დიდი სიყვარულით ეპყრობოდა. არა ისე როგორც ბერია. საქვეყნოდ განაცხადა ცნობილმა მძლეოსანმა ნატალია პეტუხოვამ. ხრუშჩოვის პროპაგანდისტებმა ვასილზე მრავალი ჭორი გაავრცელეს. მაგალითად ის, რომ გენერალ-მაიორი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით პრაქტიკულად შანტაჟს უწყობდა ფეხბურთელებს და ჰოკეისტებს, რომლებიც მოსწონდა თავის გუნდში რომ გადმოეყვანა. თუმცა სპარტაკის ცნობილი მოთამაშე ნიკიტა სიმონიანი სტალინ უმცროს მისი თხოვნით სახლში ეწვია და გულახდილად გაანდო სურვილი, რომ სპარტაკში უნდოდა დარჩენა. მადლობა ნიკიტა, სიმართლე რომ მითხარი. წადი და ითამაშე შენს სპარტაკში, უთხრა მაშინ ვასილმა ფეხბურთელს. ასე იყო თუ ისე, საჰაერო ძალების გუნდები 1948-1952 წლებში ძალიან წარმატებული იყო. ამ საზოგადოების სპორტსმენებმა საბჭოთა კავშირის 60 რეკორდი დაამყარეს. სხვადასხვა დისციპლინაში 30 ადამიანი გახდა ჩემპიონი. 14 ფეხბურთელი, მათ შორის ლეგენდარული ვსევოლოდ ბობროვი 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადისთვის საბჭოთა ნაკრებში შეიყვანეს. ჩხრეკის დროს მას 76 პირადი ნივთი ჩამოართვეს, მათ შორის 2 მოტოციკლი, მანქანა, 2 ველოსიპედი, 2 ნავი, მამის ნაჩუქარი იარაღების კოლექცია, ვოროშილოვის ნაჩუქარი რამდენიმე ხმალი და ბუდიონის ნაჩუქარი უნაგირი. პილოტი თავდაპირველად ლუბიანკის შიდა ციხეში იჯდა. შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ომის დროს შეძენილი სახსრების დაავადებები, რომლებიც მთელი ცხოვრება აწუხებდა, გააუარესდა. ციხის ყოფილ თანამშრომელს 95 წლის კონსტანტინ ევსეევს 2017 წელსაც კი ახსოვდა, რამდენს ეწეოდა სტალინი. უხამსად ხუმრობდა და ყველას ეუბნებოდა, რომ თავისი ენის გამო დააპატიმრეს. მისი თქმით, ვასილი დარწმუნებული იყო, რომ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკის გამო დაზარალდა. სავარაუდოდ მან ხრუშჩოვს და მის თანმხლებ პირებს უთხრა, როგორ შეძლებთ ქვეყნის მართვას, როცა სტალინის დაკრძალვის პროცესი ნორმალურად ორგანიზებაც კი ვერ შეძელითო. გულისხმობდა დაკრძალვის დროს ჭყლეტაში მოხვედრილ უამრავ დაზარალებულს და მსხვერპლს. მაშინ არ შეიმჩნიეს, შემდეგ კი პირველივე შესაძლებლობისთანავე გაუსწორდნენ. ვასილიმ ციხეში დურგლობა შეისწავლა. ის საკანში მარტო მოათავსეს, რაც მას საერთოდ არ აწუხებდა. ევსეევის თქმით, არც ერთ პატიმარს სტალინისთვის ხელი არასდროს დაუკარებია, თუმცა ჭორები მასზე ძალადობის შესახებ ხშირად ვრცელდებოდა. 1960 წლის იანვარში ამნისტიით გათავისუფლებული სტალინი ციხეში რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა. თავისუფლების მოკლე პერიოდში ის ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა და შემდეგ თუ მაშინდელი კაკების ხელმძღვანელს ალექსანდრე შელეპინს დაეჯერება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს ავარია მოახდინა, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა. ცნობილია, რომ მეორე დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე 1960 წლის აპრილში სტალინი მარშალ კლიმენტი ვოროშილოვსაც შეხვდა. ვოროშილოვმა მისი გონს მოყვანა სცადა. დაარიგა, რომ ახლა მშვიდად და შეუმჩნევლად უნდა ეცხოვრა. თავი აერიდებინა სკანდალური განცხადებებისგან, რომ ახალი პარტიული ფიგურები არ გაებრაზებინა. საუბარი უშედეგო აღმოჩნდა. 15 აპრილს სტალინი ჩინეთის საელჩოში მივიდა. ჩინეთის და საბჭოთა კავშირის ურთიერთობები პარტიის მეოცე ყრილობის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. გასაკვირი არ არის, რომ ვასილ სტალინის ჩინეთის საელჩოში სტუმრობის განზრახვამ ხრუშჩოვი ძალიან გააღიზიანა.
ახლა ძნელად თუ გაირკვევა, აპირებდა თუ არა უმცროსი სტალინი გაქცევას იქ, სადაც მას უდავოდ გაშლილი ხელებით შეხვდებოდნენ. ხრუშჩოვმა ვასილს ამნისტია გაუუქმა და ციხეში დააბრუნა. ის ლიფერტოვოში გაგზავნეს, სადაც კაპიტოლინა ვასილიევას თქმით, რაღაც ფსიქოტროპულ ნემსებს უკეთებდნენ. 1 წლის შემდეგ, 1961 წლის აპრილში, კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო წერილი გრიფით, სრულიად საიდუმლოდ. იქ ეწერა, რომ სტალინ უმცროს პატიმრობის ვადა ეწურებოდა, რომ ციხეში ყოფნის დროს ბრალდებული არ გამოსწორებულა, გამომწვევად იქცეოდა და განსაკუთრებულ პრივილეგიებს მოითხოვდა. ამიტომ საბჭოთა კავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმა სტალინის 5 წლით გადასახლება გადაწყვიტეს. ვასილი მლეფორტოვო 1961 წლის 28 აპრილს დატოვა. მას დიდ სულოვნად მისცეს დასახლების ადგილის არჩევის უფლება. შეზღუდვა მოსკოვში დარჩენა ან საქართველოში მოგზაურობა იყო. მან ყაზანი ამჯობინა. ვასილს ექთანი მარია ნუსბერგი მიამაგრეს, რომელიც კაკებეს მის ყველა მოქმედებას აცნობებდა. სტალინი ამ ქალს საავადმყოფოდან იცნობდა და როგორც ჩანს, მის მიმართ გრძნობებიც ჰქონდა. ვასილი გაგარინის ქუჩაზე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ყაზანში სტალინს გვარის შეცვლა შესთავაზეს ჯუღაშვილით ან ალილუევით. ის დიდხანს ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა: მე სტალინად დავიბადე და მოვკვდებიო, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. მიუხედავად ამისა, ვასილის ხელისუფლებისთვის დამორჩილება შეუძლებელი იყო. კგბ-ს დოკუმენტებში 1961 წლის 13 ივნისის მემორანდუმია შენახული, სადაც ნათქვამია, რომ ვასილი ყაზანში ჩასვლის შემდეგ გაფრთხილების მიუხედავად ცდილობს ქალაქში რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს ჭორები საკუთარ თავზე. კგბ-ს მტკიცებით სტალინმა თავის ბიოგრაფიაზე და 1953 წელს დაპატიმრების მიზეზებზე ყველასთან ისაუბრა, ვისაც კი შეხვდა. მათ შორის მეზობლებთან, ტაქსის მძღოლებთან და პოსტალიონებთანაც კი. 1962 წლის იანვარში სტალინმა და მარია ნუსბერგმა ხელი მოაწერეს. ახალ დაქორწინებულთა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ქორწინებიდან 20 დღის შემდეგ სტალინის ვაჟი რეანიმაციაში აღმოჩნდა. 18 მარტს ვასილმა მოსკოვში თავის ქალიშვილს დაურეკა, რომელიც პირველი ქორწინებიდან გალინა ბურდონსკაიას განჰყავდა და დაბადების დღეზე ჩასვლას თხოვა. ის ყაზანში კაპიტოლინა ვასილიევასთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ ვასილის ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრეს. ნუსბერგს გარდაცვალების მიზეზი ვკითხე. მან მიპასუხა, რომ ქართველები კასრით მოვიდნენ და ღვინომ მოწამლა. ნემსი გავუკეთე, მაგრამ არ უშველაო. მოწამლას ინექციებით კი არა, კუჭის ამორეცხვით მკურნალობენ. კაცი 12 საათის განმავლობაში იტანჯებოდა და სასწრაფო დახმარებაც კი არ გამოუძახეს. შემდეგ ვკითხე, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა და კიო, მიპასუხა. ფარულად მიუახლოვდი კუბოს და ქურთუკი გავუხსენი. გარდაცვლილის სხეულზე გაკვეთის ნაწიბურიც კი არ ეტყობოდა. ოთახში კგბ-ს ოფიცრები შემოვარდნენ და იყვირეს, თქვენ არ გაქვთ ამის უფლება. ყვებოდა შემდეგ კაპიტოლინა ვასილევა. მოკლედ, ნათესავებს ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდათ. როგორც სვეტლანა ალილუევამ აღნიშნა, მის ძმას ყაზანში გადასახლებით სიკვდილში მიეხმარნენ, მის ექთნად კი თავს კგბ-ს ინფორმატორი ასახებდა. დაკრძალვას დაახლოებით 300 ადამიანი დაესწრო. ძირითადად მისი ახალი ნაცნობები, მეზობლები. ჩავიდა მისი უფროსი ვაჟიც, ალექსანდრე ბურდონსკი, თეატრის ცნობილი რეჟისორი. მოგვიანებით მან აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მამამისი სამხედრო პატივის გარეშე დაკრძალეს. თავიდან სასაფლაოზე ხალხში არც ერთი ჯარისკაცი არ შემიმჩნევია. გამიკვირდა კიდეც. შემდეგ კი უცებ აღმოვაჩინა, მამაკაცთა უმრავლესობა კუბოსთან მიახლოებისას დაბლა იხრებოდა და პალტოს იხსნიდა. მივხვდი, რომ ისინი ოფიცრები, პილოტები იყვნენ. ეს მათი გენერლისადმი პატივისცემის გამოხატვის ფორმა გახლდათ.
კაპიტოლინეს თქმით, როდესაც სასაფლაოზე კუბოს საფლავში უშვებდნენ, ის ყოფილ ქმართან გამოსამშვიდობებლად დაიხარა და ყველასთვის მოულოდნელად სუდარა გადახადა. იქ საშინლად დასუსტებული, ყრიმალებ ჩალეწილი და ცხვირ გატეხილი კაცი ნახა, რომელშიც ძლივს ამოიცნო ოდესღაც სპორტული აღნაგობის ჯანმრთელი მფრინავი. 1999 წლის 30 სექტემბერს სასამართლოს და საგამოძიებო მასალების შესწავლის შემდეგ მთავარმა სამხედრო პროკურატურამ საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაჩენი გააუქმა და ვასილი სტალინს ყველა პოლიტიკური ბრალდება მოუხსნა. მე ძალიან საინტერესო რამ არის ორივეს თვალი მოხაზე რაღაცნაირად. დიახ? იაკობის და ვასილის თვალები მარტო. დიახ? სტალინის მომენტი. ეხლა ხედავს ჩვენი მაყურებელი ამას. ხო. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ მომენტს, რომ ამ ორ ვაჟს ყავდა და როგორც მოკლედ BBC-ს ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, 1967 წლის 6 მარტს საბჭოთა კავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტომპსონმა სახელმწიფო 딘 რასკის ტელეგრამა მიიღო, რომელიც იუწყებოდა, რომ დელიშიო ჩვენს საელჩოსო მიადგაო მოკლედ სვეტლანა ალილუევაო, ბელადის სტალინის ქალიშვილიო და ითხოვსო პოლიტიკურ თავშესაფარს. მას აქვს ავია ბილეთი რომამდე, საიდანაც შტატებში გამოგზაურებას და არ დაფუძნებას გეგმავს. ჩვენი ელჩი იტალიაში ინფორმირებულია, რომ ამ პერსონისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის. არც პოლიტიკური მოსაზრებით და არც პირადად მისი უსაფრთხოების კუთხით. გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩააყენოთ საქმის გულში საბჭოეთის ხელისუფლება, რომ ჩვენ ამ უხერხულ მდგომარეობაში უნებლიეთ აღმოჩნდით. 41 წლის არის ამ დროს სვეტლანა ალილუევა და მან მაინც მიაღწია მოკლედ თავისი გაიტანა იტალიიდან შვეიცარიაში გადაფრინდა შვეიცარიაში აიღო მოკლედ ეს ნებართვა ამერიკაში გამგზავრების და ჩაფრინდა ნიუ-იორკში და აეროპორტიდანვე დაიწყო მოკლედ ძაგება საბჭოთა რეჟიმის და პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ მე აქ ჩამოვედი თავისუფლების ძიებაში, რაც ასე მაყრდა საბჭოთა რუსეთში. დედა რო გარდაეცვალა 6 წლის ხო და ძიძას დიდა მერე და როგორც თვითონ იხსენებს მოკლედ თავის ამ წიგნში სკანდალურად ცნობილი შესაძლოა ამერიკაში დაბეჭდა ეს წიგნი ეს 20 წერილი მეგობარს მოკლედ მამაო ცდილობდა უდედობა არ ეგზნობინებინა ჩემთვისო და მოკლედ მაქსიმალურად მანებივრებდაო საჩუქრებითო მაგრამ მისგან სითბოსა და სიყვარულს ვერ გრძნობდი ვერაფრით ხვდებოდი რცხვენო და ამის თუ უბრალოდ არ იცოდა რა იყო ეს. ის რომ დედამისი მამამისმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე, გაიგო უკვე საკმაოდ დიდმა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში. და უთხრა ეს ამბავი მას მისმა იმდროინდელმა საყვარელმა ადამიანმა. 1932 წელს გოროშილოვთან იყვნენ სტუმრად. პურმარილი იყო, ხო და იქ დათვრა ბელადი და ჯერ ფლირტი გააბაო იქ ერთ-ერთ თანაპარტიელის ცოლთან სხვათა შორის, მე აუხირდაო მეუღლეს ნადეჟდას გალაწაო და ესროლაო ზოგ ვერსიაში პურის ნატეხი, ზოგ ვერსიაში საერთოდ სიგარეტის დამწვავი, ზოგ ვერსიაში ფორთოხლის რაღაცა ხო ნაფსქვენი და გაარტყა თვალში რომ და მოკლედ შეურაცხყოფილმა და დამცირებულმა ნადეჟდამო დატოვა მოკლედ ეს თავყრილობა წამოვიდა სახში და ძმის ნაჩუქარი გერმანული რევოლვერით დაიხალაო ტყვიაო და იაკობისგან განსხვავებით მან არ აიცილა და მერე უკვე დაქვრივებული ბელადის ასე ვთქვათ ბრძანებით ოფიციალური ვერსია მისი ანუ გარდაცვალების იყო რომ მას თითქოს ბრანსლავის შეტევა ჰქონდა და ამან იმსხვერპლა ხუთჯერ იყო ის გათხოვილი და ამ ქორწინებებს შორის იყო უამრავი გატაცება, სასუყალო რომანი, ნოველა, ჩანახატი და ასე შემდეგ. უამრავი. ბერიას ვაჟი შეუყვარდა 14 წლის ასაკში. 14 და მაგრამ აღმოჩნდა მერე რომ სერგოს ბერიას უყვარდა სხვა. და მოკლედ დაშორდნენ ისინი
ერთმანეთს. 16 წლის იყო, როდესაც მან გაიცნო სწორედ ლენინური და სტალინური პრემიების ლაურეატი ალექს კაპლერი, რომელიც მასზე იყო ორჯერ და ბევრად დიდი 22 წლით უფროსი იყო მასზე. ალექსეი კაპლერი იყო თუ გახსოვს კინოსცენარისტი პანორამის წამყვანი ძალიან ცნობილი და კინომცოდნე და ასე შემდეგ, რომელსაც დაიჭირეს უცხოელებთან ურთიერთობაში სპიონაჟი ინგლისის. სწორედ კაპლერმა ნებით თუ უნებლიეთ მოუტანა უცხოური ჟურნალი წასაკითხად, რომელშიც ეწერა დედამისზე. ნაჯეშდა ალგულოვი იქ ეწერა, რომ ესე იგი ბრმაზლავის შეტევა კი არ იმსხვერპლა ეს ქალი, არამედ მისი მეუღლის საბჭოთა ბელადის რბილად რომ თქვა თულმა ხასიათმა. და ამის მერე კაპლერი და სვეტლანა ერთმანეთს დაშორდნენ. უпростоრად დააშორეს ერთმანეთს, იმიტომ რომ დაადანაშაულეს კაპლერი ჯაშუშობაში და გაუშვეს გადასახლებაში ვორკუტაში, იმაში რა ქვია, პოლარული წლისკენ იქ. პირველად გათხოვდა 44 წლის ასაკში, გაყვა მოკლედ თავის ძმის კლასელს, მერე გაყვა ჟდანოვის ასე ვთქვა ჭრის, რომელიც თან ქიმიკოსი იყო და ვულკანოლოგი ყოფილა. კი. რომელიც ძალიან საინტერესო და ცხოვრობს დღემდე კამჩატკაზე. საინტერესო ამბავი. თავის ნებით კამჩატკაზე იშვიათად მიდის რითმე და და ყავს შვილი, ორი შვილი. მესამე ქმარი ივან ალექსანდროვიჩ სვანიძე. და ეს ადამიანი არის ძვირფასო მაყურებელო იმ ამაყი ალოშა სვანიძის შვილი, რომელმაც ხო პატიების თხოვნას არჩია სიკვდილი. ანუ უფრო რომ გავშალოთ ეს თემა, სვეტლანა გაყვა ცოლად მამამისის პირველი ცოლის ძმის შვილს. და მათ შეხვედრამდე ძალიან ძიმე ცხოვრება განვლო ივანემ სხვათა შორის. მამამისი რომ დაიჭირეს, იყო პატარა, 11 წლის იყო. და დააყავდათ, მოკლედ, ეკავედეს დასაკითხ ოთახებში ეს ბავშვი და აიძულებდნენ მამის საწინააღმდეგო, მოკლედ ჩვენება მიეცა იქ. მერე დახვრიტეს ალოშა და ამის შემდეგ ნათესავებმა თქვეს უარი სამშობლოს მოღალატის შვილზე. მოხვდა იქიდან, რა თქმა უნდა, შესაბამის ინტერნატში. ინტერნატიდან მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ივანე. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გადაასახლეს ყაზახეთში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ უკვე ის ხვდება სვეტლანას. ორი წელი იყვნენ ერთად. მამამისის ჯალათის ქალიშვილზე დაქორწინდა. და უკვე მათი დაშორების შემდეგ ფსიქიატრის დახმარება დაჭირდა სვეტლანას. და ამის შემდეგ იწყებს ცხოვრება შეცვალა საერთოდ სვეტლანამ მოინათლა. მონათლა თავისი ამ პირველი ორი ქორწინებიდან შვილები და მერე გაყვა ინდუელ კაცს სინგს. მაგრამ საინტერესო კიდე ის არის, რომ 66 წელს სინგი გადაიცვალა, ეს მერე გაყვა ამ ამერიკელ არქიტექტორს და რაღაც პერიოდში 84-დან 91-მდე საქართველოშიც იყო. იყო ჩამოსული სხვათა შორის იყო. და მართალი რომ გითხრა, მე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ 86-ში მაგ დროს მე და ოთარ ლიტანიშვილი ვიწყებდით ვამეხის გადაღებას. დიახ, ვამეხი მოდის. აი ხედავთ ნატყვეთ. და შეხვდა იმაში, დილომში კინოსტუდიის. საინტერესოა. მე ვიცანი მხოლოდ იმიტომ რომ თან ვიღაცები დაყვებოდნენ რაღაცა ასე შემდეგ. და ეს იყო ძალიან საინტერესო დასამახსოვრებელი პარკი. ერთი არის საინტერესო ამბავი, გადაიკვეთა მისი და ერთი ძალიან საინტერესო პიროვნების ამხანაგი თავადის, ეგრეთ წოდებული ამხანაგი თავადის გზები. ეს იყო კაცი, რომელიც არის ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირ შთამომავალი. CIA-ის, ანუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ეგრეთ წოდებული ЦРУ-ს, ხო, ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი და პირველი, ასე ვთქვათ, თანამშრომელი და ეს კაცი იყო დავით ჭავჭავაძე, რომელზეც ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ და თუ დაგაინტერესებთ YouTube-ზე დევს ეს გადაცემა და შეგიძლიათ
მოკლედ იხილოთ და აი მეხუთეჯერ გათხოვდა მე უკვე ეს და საბოლოოდ ის უკვე პიტერსზე გაუჩნდათ მათ ოლგა პიტერსი რომლის ფოტოსაც თქვენ ახლა ხედავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო ამნაირად თავადმა ლორდ კიპანიძემ ასე ვთქვათ დამიმუწა პირი და ამით ვამთავრებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას და ერთმანეთს შევხვდებით ერთ კვირაში თუ ამის სურვილი გექნებათ იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით შეშლის ამ თემაში აბა არ გემშვიდობებით თქვენიც